ლევანი, ტრიალალიშვილი, ბატონი მერაბი, ორნიკე, ბატონ. ეს კონტრაქტი იყო ხო ჩხუბის? ორნიკეს დებიუტი გაიმართება ზე პროფესიონალებში და ყველა ველოდებით, კარგ ჩხუბს ველოდები მენა. Let's go. წავიდე. აქედან მოუწავთ ეგრევე უნდა გავაგზავნოთ, იმიტომ რომ არ უნდა გაცილდე რა, რო გაცხადები უკვე ტემპი აღარ უნდა. ერთი ზოხი სამი რო ვაკეთოთ და მოკლედ ეხა მოვედით დილის ვარჯიშზე, ორნიკე დაარტყავს ლაპებს. იქით მიდის MMA-ის ვარჯიში პროფესიონალების, სადაც არის ჭიდაობა, რესლინგის კლასი, ასე რომ ვთქვათ, MMA-ის სტილით, რა თქმა უნდა და ჩვენ აქვე ვურტყავთ ლაპებს, რადგან ბრძოლამდე დარჩენილია მხოლოდ 2 დღე. ხვალ იქნება აწარმოები. რამდენი კილო დაგვრჩათ ორნიკე? ეხლა დაგვრჩა 3 კილო. 3 კილო. უკვე დაიკელი 5, როგორც ვიცი. დავიკელი 3 კილო დაგვრჩა. ეს დავიკელი 8 კილო გამოგდის ჯამში დაკლებული, რაც სოლიდური წონა შენი ტანისთვის, იმისედაც მშრალი ხარ. აქვე ჩვენი ძმა და მეგობარი ლევან ჩოხელი, რომელიც დაუჭერს თორნიკეს დღეს ლაპებს. ლევან, შენ ბრძოლაზე რას გვეტყვი? როდის გაქვს? მოახლოვდა უკვე ხო თარიღი? 4 მაისს, 2 თვეში. ჯერ ამას არ ვწოდა და ეხლა ავწურავთ ეს 3 კილო გადაგვჭდა საქმეები. 3 ხო? 3 ეს. ეს ხა იქორწავთ მე ჯაკუზი. დაცი. როგორ გზნობ თავს დაგო? დახურდი? დავიწყოთ? დავა, ნახევარი საათი გავა. ყველა მე ეს დაჭდები ხოლმე დაგახარჯავს რა. აქ ეს დაჭდები, კილოს მოგაფარებ. ახლა საერთოდ რა. просто იძები რაღაცა ისეთი 2 წუთი, მე გადაწყვეტ გავაგზავნებ ნახევარი საათიანი ოღონდ pause. Been a little too nice to y'all. Now I gotta up price on y'all. Snake eyes on dice for y'all. Shoulders on ice for y'all. 8-6 all the hate. I'm looking at ball today. Got lost in the ball and A's. I'm flipping the bars. I'm flipping the all record. მოვედით UFC PI-ში. ჯორჯიან სკვადინიკით. ლევანი, ტრიალალიშვილი, ბატონი მერაბი, ორნიკე, ბატონ. და შეიძლება ეს ჩარჯეკი ტელეფონი რამაც რა სიმშვიდე ხოლმე დაიკიდებ ერთი ვარჯი ერთი ოპრიტენა და მგონი სარბებებზე ჯობია დაიკლო კილო ნახევარი გაწყვეტა ის ნაენერგია აიწონა ენერგია თუცა ამდენი რა 4 პაუნდი დაგჭა თითქმის ტონაში რა კილო და 3 კაცი 24 საათი დარჩენილი აწოდებამდე და შეიძლება იყოს და კიდე 2 კილო გას კაცია წყური აქვს ეგ არის კარგად რა ვერია სამა კი კაცი შეიძლება პისი და всё ეგ არის შეიძლება ვიცოდი ეს 20 პაუნდი დაიწყო თანახმად 10 კილო დაიწყო this guy what's up fellas no, they know technique too. Like they've been doing this from childhood. They know how to laugh and yeah, they know. I'm like, wow. This is a lot of energy. Yeah. Wow. Damn, I used to dance. I used to know all like that. Like this? I used to dance a lot. He was dancing, bro. He was dancing. I don't remember anything. Oh, because he's not practicing. I haven't danced. Solist to be out, yeah, that's like starting to go. I was too small and they have a couple yeah. I love like Charika. I show you Jamaican dance. You did Jamaican dance? No. With the lady.
record, off record. I still count wins when they got it. On record, off record. I let them take advantage. I was wildin'. მოკლედ დაახლოებით 5 წუთი დარჩა აწოლებამდე მეგობრებო. ვართ თორნიკე, ვატო და ველოდებით თურქოს აწოლებს. ჩვენი გუნდელი, რომელიც main event-ს ჩუბობს. კომისიაც აღარ არის. Running through it with the young influence, adolescent presence. I'm succumbing to it. I've been giving yeses when I shouldn't do it. I complete ejected, but the moves elusive, and I'm barely moving, but I'm still gon' boost 'em. I can't work on winners when I know you're losing, so I work the winners and they throw the deuces. Guess I had to pivot, shooting no bazookas for the. ზონა დავაფიქსირეთ. თორნიკეს მოწინააღმდეგე ზონა ვერ დააფიქსირა. 2 კილოთი მეტი დადგა სასწორზე, თუმცა თორნიკე მაინც აიბრძოლა და ხვალე შევხვდებით. რა თქმა უნდა. 2 კილო ხვალე ისეთი ის არ არის, რომ რაღაც დიდი მნიშვნელობა მისცეს. კარგი იქნებოდა რომ ჩაებარებინა. 2 კილო არაფერს არ გადაწყვეტს. ძლიერმა უნდა. შენ რეკორდებში მთავარია გამოჩნდება, რომ დააფიქსირე ზონა და პროფესიონალურად მიუდექი ამ საქმეს. ეხლა მხოლოდ ჩხუბი გადარჩა ხვალ. რამდენი წელია ძმა სპორტში ვარ, 14 წელი ძიუდოში დავდი, ხა MMA მეოთხე თუ არასდროს ზონა არ ჩამიგდია სულ აბარებდი რა. ეგა პროფესიონალი. უნდა ჩამიბარებინა. აბა შევხვდებით მეგობრებო ხვალ ბრძოლის დღეს. ესე იგი მეგობრებო მოვიდა ბრძოლის დღე. თოკო, აბა როგორ გძნობ თავს? როგორ აღიდგინე ზონა? ზონა რამდენი მოიმატე? ხო შეიძლება მოწვევია. როგორი რა 4-5 კილო რა. 4-5 კილო? ან 71-72 ხარ. 71 ხო. აჰა, როგორ გძნობ თავს? მაგრად. ხარ შემართებით? მოვედით ქართული არმია მოკლედ. ბრძოლის ხასიათზე. მოკლედ ეხა არის მეგობრებო დაახლოებით 4 საათი. პირველი ბრძოლა დაიწყება 6 საათზე, შემდეგ მეორე ბრძოლა უწევს თორნიკეს. აია. შევარდებით უცბად. მოკლედ შემართება კარგი გული. აბა რა. ფორმაშიც კარგად ვარ. პროფესიონალური დებიუტი მეგობრებო. ხანგრძლივი ჯიუდოს კარიერის შემდეგ თორნიკე ნაგლიაშვილის ჯიუდოს კარიერა ბევრმა იცით და ვინც არ იცით, ძალიან წარმატებული ჯიუდოისტი. და ეხა უკვე აც MMA-ის პროფესიონალური მებრძოლი. Let's go. წავიდა. ჩვენი ძმა ხასან. მოკლედ ეს არის წინასწარი დოპინგის შემოწმება, თორნიკეს შემოწმებენ ეხა. მოგესალმებით პროფესიონალებში ძმაო, პირველი დოპინგ ტესტი. სუფარო ხარა კარგია მე. გაიგზავნა რაღაც. თუკო ესე თუ შემოწმები ხარ ჯიუდოზე აქამდე. მოკლედ ეხა დაჟე წყალი შეგვატანინეს მეგობრებო და ეს წყალიც გადაასხევინეს თორნიკეს რომ შიგნით რამე თუ არის გახსნილი ეს და რაღაცა გადააგდებოდა ჩვენ მოგხსენებთ ჩვენ წყალსო. ესენი ზამკაცრებია. ცივა რაღაცა კომფორტულად. ესეთი ხელთათმანებია მოკლედ. თორნიკეს უწევს მეორე და ეს ხელებზე ერთ საათში გახურებას დავიწყებ და ასევე მოდის ლევან ჩოხელი, ძველი მეგობარი ეს კორნერში და ველოდებით ბრძოლას. ჩხუბებს მიჩითავს. მოკლედ ეს ადამიანი იყო თორნიკეს მენეჯერი და ასევე ალეკოსი და მოკლედ ველოდებით ჩხუბზე სიახლეებს მაის შემოთავაზეს ერთი მოწინააღმდეგე რომელსაც აქვს 2 მოლზე დავთანხმდი სხვა შტატია კარგია რომ ფრენა და საფრთხე შედის ისინი აფინანსებენ რადგან წინაზე ჩემი ხარჯებით წავედი და მოწინააღმდეგე ჩამეცი და თქვილად გავფრინდი ნიუ-იორკში ვინც არ იცით წონად ჩავაბარე ყველაფერი და თქვილად მომიწია გაფრენა და არც ჩხუბი არ მქონდა არაფერი და თქვილად დავხარჯე ჩემი ხარჯებით და ეხლა შედის დავთანხმდი ველოდებით რომ მოწინააღმდეგე დაგდეს ბრძოლას ჩემთან და ასევე ეძებს აპრილისთვის რაიმე საქმე ლას-ვეგასში, ლოს-ანჯელესში, არიზონაში რომ მანქანითვე იყოს შესაძლებელი წასვლა. მოკლედ სიახლეებს აუცილებლად მალე იქნება ჩემ დებიუტს და სიახლეებს გაიგებთ ინსტაგრამზე.
ეს კონტრაქტი იყო ხო ჩხუბის? UFC-ში სად ვიყავთ მოხუცი მეფე ნუ თუ დავკარგე ონია იმდი ჭამა მივიდე ახლა იწება ომია გვერდს თუ არ მიუგოს ეგრე ვის გაუდონია ხა ერთი ჩხუბი არის და შეიძლება უწევს თორნიკეს გასვლა. Let's go. Let's go. Seconds of the very first round. Declaring your winner by submission, Tornike Nagliashvili. ესეც ასე გავიმარჯვე 45-ში რიგ აღჭობილათი გაიმარჯვა. ცოტა სევდიანი ეცმინა ჩხუბი. Georgian Army. That's okay. How's it going? I was like, how many პირველი სიტყვები, აბა პირველი სიტყვები გამარჯვების შემდეგ. წავაქციეთ და დავაქციეთ. The first part? Yeah.